სიმართლეში გაჯიუტებას, შეუპოვრობას, თავდადებას და პატრიოტიზმს უყურებენ 300 დღეა საქართველოს მოქალაქეები. ეს ადამიანები, რომლებიც 300 დღის წინ გამოვიდნენ ქუჩაში იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი დაეცვათ და სამართლიანი არჩევნები მოითხოვათ, დღესაც ქვეყნის სამსახურში დგანან. 300 დღეა პროტესტმა მოიცვა ყველა სფერო შეეხო, ყველა პროფესიის ადამიანს, მწერლებს, მომღერლებს, მსახიობებს, მუსიკოსებს, ჟურნალისტებს, სპორტსმენებს, ყველა სხვადასხვა პროფესიის ადამიანი ერთ რიგით მებრძოლად იქცა იმისთვის, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იდგეს ქუჩაში. ეს ადამიანები ახლა სწორედ სამასი არაგველის მემორიალთან არიან შეკრებილი, სულ ცოტა ხანში უნდა დაიწყოს საპროტესტო მსვლელობა, რომელიც რა თქმა უნდა იმ ადგილას დასრულდება, სადაც 300 დღეა ხალხი ქუჩაში დგას. 300 დღე პროტესტის და 300-ჯერ გადაკეტილი რუსთაველის გამზირი ნახა ქართულმა ოცნებამ 300 დღის განმავლობაში. მიუხედავად რეპრესიებისა, ხალხი არაფერს არ უშინდება და დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმად წოდებულ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გააგონოს ხმა. ჩვენ ხო შეგვიძლია გავესაუბროთ აქციის მონაწილეებს, მათი სათქმელი მოვისმინოთ 300 დღის თავზე. რა არის ბატონო ბიძინა, პირველ რიგში თქვენთან დავიწყებ საუბარს. 300 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც სტარტი აიღო პროტესტმა გაყალბებული არჩევნების შემდეგ. რა შეძინა პროტესტს ამ 300 დღემ და რას გვეტყვით ამ დაუღალო პროტესტზე, რომელიც უპრეცედენტოა, მსგავსი რამ არავის არ ახსენდება? არ ვიცი ეს უპრეცედენტოა თუ არა, მაგრამ 300 დღე რეალურად გავიდა. მოკლედ ვიდექით, დგავართ და კიდე ვიდგებით რა, რამდენი საჭირო იქნება. გამარჯვებამდე რაღაც ყველა ლაპარაკი მithumetes რაღაც ჩემი მოკლედ ან სადღეგრძელოსა გავს, ან გინებაზე უნდა გადავიდეთ რა და ისეთი ჭკვიანური ლაპარაკი არ გამოდის რა. შეუძლებელია ესეთი სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში, რომ რაღაცა აზრიანად დაფიქრებულად თქვა ან პროგნოზები გააკეთო, შეუძლებელია, მაგრამ ეს კი ნამდვილად ვიცი, რომ აი 300 დღის წინ და იმის ადრეს რა განწყობაზე ვიყავი, რომ უკან არ დავიხევთ, მე არ დავიხევ, პირადად ჩემი მეგობრები არ დაიხევენ და ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ ამ ქვეყანას არ გავათავისუფლებთ ასეთი საშინელი მახინჯი მმართველობის საგან. რა გზას გადის ახლა საქართველოს და მთლიანად ქართული საზოგადოება? კარგ გზას გადის, მე რომ მკითხოს, კაცო, მადლობელები უნდა ვიყოთ უფლის, რომ საშუალება გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი სამშობლოსათვის ვიბრძოლოთ და რაღაცა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან დიდი მადლობა ბიძინა გუჯაბიძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში. მე გაჩვენებთ რა ვითარება არის ახლა. იქ სადაც ხალხი არის შეკრებილი, აქ ბუნებრივია მოტანილი აქვთ გრანდიოზული ბანერები, წარწერით, შეუგუებლობა და რაც თავარია, სულ ცოტა ხანში აქ დემონსტრირება მოხდება იმ 300 დანაშაულის, რომელიც ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა 300 დღის განმავლობაში, ანუ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ხალხი ქუჩაში იდგა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ყველა კანონი პრაქტიკულად ქართულმა ოცნებამ გაამკაცრა, ჯარიმები, პატიმრობა, სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ვერ მოახერხა, რომ პროტესტი ჩაეხშო და ერთიანობა ხალხის გაენადგურებინა, ხალხი ისევ ერთად დგას. ჩვენ ახლა გავაგრძელებთ საუბარს, ბატონო პირდაპირ ეთერში ვართ, გვინდა რომ ამ 300 დღეზე ვისაუბროთ თქვენთან ერთად, რა შეძინა ამ 300 დღემ საზოგადოებას და როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, ახალი საზოგადოება დაიბადა ამ პერიოდის განმავლობაში. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესებს? რაღაც პროცესით მართლაც რაღაც ინოვაციურ ფორმა მიიღო ამ ყველაფერმა, ესეთი განგრძობიტობა და ამდენი ხანი პროტესტის პრეცედენტი, რა ვიცი, ისტორიაში ალბათ ცოტაა. გასაგებია, რომ ხან უფრო მეტნი ვართ ქუჩაში, ხან უფრო ნაკლები ვართ ქუჩაში, მაგრამ ამდენი ხანი რო ესეთ პროტესტის ტალღა მიმდინარეობდეს, მართლაც უპრეცედენტოა, ასე რომ მართლაც უნიკალური სიტუაცია. ეს აჩვენებს, რომ ხალხში არის ფუნდამენტური წინააღმდეგობა იმ მიმართულებისა, რომელზეც ქართულ ოცნებას მიყავს საქართველოს და ამას არ ეთანხმება
ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოების ძალიან თავდაპირველად რო ვთქვა, უმრავლესობა დარწმუნებული ვარ, მაგრამ მნიშვნელოვანი და ყველაზე უფრო აქტიური ნაწილი საზოგადოების ამას არ ეთანხმება. ეს არის მთავარი ძრავი, რატომაც ამდენი ხანი პროტესტი გრძელდება. თქვენთვის ეს უწყვეტი პროტესტი რას ნიშნავს და რუსთაველის გამზირი, რომელიც იკეტება 300 დღეა და არ კარგავს საკუთარ ხმას. იქ ისმის ყველა ადამიანის ხმა, განურჩევლად შეხედულებებისა, პოლიტიკური, სხვადასხვა პროფესიის ადამიანის ყველა ხმა ისმის აბსოლუტურად. ხო, ნიშნავს იმას, რაც თქვის სინამდვილეში, რომ ქვეყანა ქართულ ოცნებამ გადაიყვანა ისეთი მიმართულებით, რომელსაც ქართული ხალხი არ ეთანხმება და მარტო იმიტომ, რომ ივანიშვილს მიაჩნია, რომ ეს არის სწორი სტრატეგია იმისთვის, რომ მან შეინარჩუნოს ძალაუფლება, რაც შეიძლება დიდხანს და ივანიშვილის გარემოცვას მიაჩნია, რომ ეს მიცემს საშუალებას აი ეს პოლიტიკა, რომელსაც ისინი აწარმოებენ ანტიდასავლური რიტორიკით და ფაქტიურად ქვეყნის შემოტრიალებით ჩინეთისკენ, რუსეთისკენ და ირანისკენ ფაქტიურად ეს მათ მიცემს საშუალებას, რომ უფრო დიდხანს გააგრძელონ იმ კორუფციაში ყოფნა და იმით ხეირი, რაშიც არიან ამ ხნის განმავლობაში. ამას არ ეთანხმება ყველაზე უფრო ჯანსაღი, ყველაზე უფრო აქტიური და ძალიან დიდი ნაწილი დარწმუნებული მნიშვნელოვანი უმრავლესობა ქართული ხალხის. აი ამას ნიშნავს ეს, ამიტომ არის ამდენი ხანი ხალხი გარეთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონგიგა. თქვენ ხედავთ საქართველოს მოქალაქეებს, ევროპული მომავლის მცველებს, რომლებთაც მოტანილი აქვს საქართველოს დროშები, საქართველოს დროშები, ამერიკის დროშა, ევროკავშირის დროშა, ეს არის ის სიმბოლოები, რითაც 300 დღეა ხალხი დგას ქუჩაში და ესეც აჩვენებს იმას, ვინ არის რეალურად ქართველი ხალხის მეგობარი, რა გზას ირჩევს ქართველი ხალხი. აქ მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ამ 300 დღემ მათთვის აჩვენა, რომ ქართულ ხალხს ვერ დაღლიან, ვერ შეაშინებენ და სამართალი არსად არ დაიკარგება. 300 დღეა ადამიანები გამოდიან და ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას ქვეყანაში. 300 დღეა ვითხოვთ იმას, რომ ჩატარებული არჩევნებს ვუცხადებთ უმდობლობას. ბრძოლა ვიცით ისეთი, როგორც იცოდნენ არაგველებმა და მინდა აქედან უთხრა იმ ნამდვილ გმირ არაგველებს, რომ ჩვენც ბოლომდე ვიცით ბრძოლა. მიმართავ მთის მოსახლეობას ასევე, რომ გაიღვიძეთ და ხმა ამოიღეთ. ნუ გეშინიათ უსამართლობის წინააღმდეგ შემოგვერდით. ყოველ დღე წვიმაში, დარში, ავდარში გამოდიან ქუჩაში და იბრძვიან ჩვენი ქვეყნისათვის. ეს არის საქართველოს გამარჯვების ხერხემალი, როგორც არის ზია ამაღლობელი საქართველოს გამარჯვების ხერხემალი და ეს ხერხემალი აუცილებლად უფრო გამრთელდება და აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავდივართ ნამდვილად ბეწვის ხიდზე, მაგრამ ამ ბეწვის ხიდის ბოლო მე ვფიქრობ, რომ იქნება გამარჯვების ბოლო და ქართულ ხალხს ვთხოვ, გამოდით ქუჩაში, იმიტომ რომ დღეს არის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა. ან დავრჩებით ევროპულ ქვეყნად, ან წავალთ back to USSR. ეს არ არის ინდივიდუალური პროტესტი, ვიღაცა ერთი, რამდენიმე ადამიანის, ეს არის ქვეყნის სახე უკვე ეს პროტესტი. იმ კრიზისზე პასუხი, რაც გამოიწვია ამ რეჟიმმა. და ეს კრიზისი უბრალოდ არ მოგვარდება, სანამ ამ რეჟიმს არ შევცვლით. საზოგადოების ამ გამორჩეულმა ნაწილმა მართლა გმირობის ტოლფასი საქმე გააკეთა 300 დღის განმავლობაში და მოიტანა დღემდე პროტესტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროტესტი ეხლა ახალ ძალას მოიკრებს. წინ კიდევ სერიოზული თარიღები გველოდება, რომელმაც რაღაც გარკვეული დეტონატორის ფუნქცია უნდა შეასრულოს, მათ შორის 4 ოქტომბერმა. პროცესი აუცილებლად მივა, ვინაიდან გაგრძელდა 300 დღე აუცილებლად ლოგიკურ დასასრულამდე მივა. ის იქნება გამარჯვება, წინსვლა, საერთო საზოგადოებრივი სიკეთე. ამ პროტესტის შედეგიც იქნება ის, რაც ყველას უნდა. მე მგონი ყველას გაუხარდება, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება უკეთესი. და ამას მივახცევთ ის ადამიანები, რომლებიც ხო არ ითვლიან დღეებს და მიდიან მიზნისკენ. ქართველმა გაუტეხელმა ადამიანებმა 300 დღის განმავლობაში აღაფრთოვანეს მთელი მსოფლიო პოლიტიკოსები, ორგანიზაციები, საერთაშორისო მედიები წერდნენ სწორედ ქართველ მებრძოლებზე, ადამიანებზე, რომლებიც ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში იდგნენ ყოველდღიურად. ჩვენთან ერთად არის ახლა კაბოტონი მარინა მიზადაძე, რომელიც ქართული ოცნების ყოფილი წარმომადგენელია. ახლა ქართული ოცნების წინააღმდეგ დგას ის ევროპული მომავლის წევრი. არ ყოფილხართ, ვიცით ეს არ მithქვამს მე თქვენ და მე მაინტერესებს ახლა ქართული ოცნების წინააღმდეგ გახართ საპროტესტო აქციაზე, რა სათქმელი ხართ დღეს გამოსული?
ხო, ნუ ჩვენ ვიბრძვით საქართველოს მომავლისთვის და დღეს არის უკვე სამკვდრო სასახლო ბრძოლა, რადგანაც ფაქტობრივად დღევანდელი ხელისუფლება მიგვაქანებს უსრულისკენ. დღეს ყავს პოლიტიკური პატიმრები, ახალგაზრდები, უდანაშაულო ადამიანები, დღეს ირღვევა ადამიანის უფლებები ყოველ ნაბიჯზე საქართველოში. დღეს პოლიცია ნაცვლად თავისი მოქალაქეების დაცვისა ასახიჩრებს თავის თანამემამულეებს. მოკლედ კატასტროფის წინაშე ვართ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შეიცვალოს, უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, უნდა ჩატარდეს თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები და უნდა აღდგეს ის გეზი, რომლითაც საქართველო მიდიოდა ევროკავშირისკენ. თქვენს ბანერზე რომ მოგვიყვეთ უფრო მეტი, თუ არ ვცდების ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს, ხო? აი, ეს ერთ-ერთი ხელოვანი შემოქმედება და რომელიც ასახავს სწორედ აი ამ ლაჩრობაზე და მონობაზე დაფუძნებული რეჟიმის არსს და სწორედ ამ რეჟიმს და ამ სინამდვილეს უნდა მოეღოს ბოლო, იმიტომ რომ საქართველო ისახურებს ნამდვილად უკეთეს მოპავალს. ოპერატორს ხავთ რომ გვაჩვენოს ეს ბანერი ახლოდან, ეს არის ბანერი რომელიც ხაბატონმა მარინამ აქ მოიტანა, გადაწყვიტა რომ სწორედ ამ ბანერით მოსულიყო აქციაზე ბიძინა ივანიშვილი ბანერზე და დატანილი წარწერა მონები იაფად. აქ მყოფ ადამიანებს რა თქმა უნდა არა ვიწყდებათ სინდისის პატიმრები, ადამიანები რომლებიც სამშობლოს სიყვარულისთვის გამოკეტა ივანიშვილმა ციხეში და ისინი საპყრობილეებში არიან ახლად და სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ ეთერით აკვირდებიან თუ როგორ ვითარდება პროცესები თბილისში იმ ადგილას, სადაც ისინი იდგნენ ქვეყნის სამსახურში. სწორედ ამ ადამიანების გატეხვა ყველაზე მეტად უნდოდა ქართულ ოცნებას, თავისუფლებისთვის მებრძოლების, მათი ოჯახის წევრების ყველაზე მეტად სურდა ივანიშვილის გულს, რომ მათი მონანიება მოისმინა, თუმცა ეს მათ არ გამოუვიდათ. რა თქმა უნდა, პროტესტზე დგანან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ისინი ერთად არიან მოგსული აქ და აცხადებენ, რომ იდგებიან იქამდე, ვიდრე საბოლოო გამარჯვებას არ გაიფორმებენ. დღეს არის 300 დღე, რაც ჩვენ ქუჩაში ვართ გამოსულები და ვაპროტესტებთ ჩვენი შვილების პატიმრობასაც და ჩვენი სამშობლოს რუსეთთან დაბრუნების პროცესად. ჩვენ არ დავიღნებით. მანამ ჩვენი ქვეყანა თავისუფალი არ იქნება, ჩვენი შვილების თავისუფლებასაც აზრი არ აქვს. ისინი რომც გამოვიდნენ ციხიდან, მაინც ისევ იქნებიან ამ აქციებზე და ისევ გააგრძელებენ ბრძოლას ამ სამშობლოს თავისუფლებისთვის, სიყვარულისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. ყველაფერს ჯობია, ყველამ თავის საქმე მიანებოს, იმიტომ რომ ხა არის მართლა ის მომენტი, როდესაც უნდა ავდგეთ და რაღაცნაირად გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ეს მხოლოდ პატიმრების თემა არ არის, ეს არის ყველა თითოეული ადამიანის ბრძოლა. ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, 4 იქნება, 5, 6, 7, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. 300 დღეა თუ 400, არასდროს არ გავწყდებით, იმიტომ რომ ეგ არის ზუსტად ქართული სულისკვეთება. მოვითხოვთ საქართველოს თავისუფლებას, ჩვენი პატიმრებისგან თავისუფლებას. დღევანდელი მე-300 დღე სიმბოლურად მნიშვნელოვანია და როგორც ვიცით, ვიმყოფებით 300 არაგველების მემორიალთან, მნიშვნელოვანი თარიღებია და ბევრნი ვართ. ეს გვაძლევს ძალას და შემართებას. ვემზადებით 4 ოქტომბრისთვის. 300 დღემ აჩვენა რა არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ საბოლოოდ ჩაეხსნან რუსეთს და გახდნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, სრულუფლებიანი წევრი. ამ სათქმელი ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში 300 დღის განმავლობაში. დღევანდელი დღეც არ არის გამონაკლისი, ჩვენ შეგვიძლია ახლა გავაგრძელოთ აქ ყოფ ადამიანებთან, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან საუბარი. ბატონი გიორგი გოცირძე არის ჩვენთან ერთად. ბატონ გიორგი, 300 დღეა ხალხი დგას ქუჩაში, თქვენ ძალიან ხშირად ხართ თუ ყოველდღე არა, ჩვენ ფაქტობრივად ყოველ მეორე დღეს მაინც გნახულობთ ამ პროტესტზე. რა მოუტანა ამ პროტესტმა ჩვენს ქვეყანას, რომ გითხრათ და თქვენი შეფასებაა როგორია, რამდენად გაიზარდა საზოგადოება ამ 300 დღის განმავლობაში? არ ვიცი, რამდენად გაიზარდა, ბევრი გვაქვს კიდე გასაზრდელი და სასწაული, მაგრამ მოუტანა ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის საკმარისად ჯიუტი იმ ფასეულობების გასატანად და დასაცავად, რომელიც თუნდაც 20-30 წლის წინ ან 10 წლის წინაც კი არ იყო ესეთი მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ამიტომ მე ამას გძელვადაშიც უყურებ და მოკლევადაშიც. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი შვილები მიყურებენ, რომ მათი მშობელი თავის შეცდომებზე სწავლობს და ცდილობს თავისი შეცდომები გამოასწოროს.
და მოუწოდებ ყველა ჩემ თაობას, რომ ის რაც როდესმე წაუყრუებია, ან როდესმე მიუჩნევია, რომ იყო უსამართლო. ჩემ თავსაც გულისხმობ პირველ რიგში, ეს ის მომენტია, როდესაც უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ ესე ცხოვრება აღარ შეიძლება. არა აქვს მნიშვნელობა რაღაც კონკრეტულ შემოგდებულ სპეკულატიურ თემებს. ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ვართ ძალიან პატარა ერი და მაგარი ერი ვართ, იმიტომ რომ ვართ ჯიუტები და პრინციპულები. შეიძლება შევეწიროთ ამას და ეს შევეწიროთ, მაგრამ ჩვენი შივლები ამაზე ისწავლიან. ამიტომ უკან გზა არ არსებობს. რატო უნდა დავიხიოთ? თუ გვიყვარს, ესე იგი გიყვარს. მადლობა ძალიან დიდი, უკან გზა არ არსებობს. ეს აქვს თავარი სათქმელი დღეს იმ ხალხს, რომლებიც დგანან ევროპული მომავლის დასაცავად და ამ წუთებში თქვენ ხედავთ, რომ უკვე მსვლელობა დაიწყო, მსვლელობის მონაწილეები მიემართებიან რუსთაველის გამზირისკენ, ჩვენ ბუნებრივია პროცესების განვითარების შესაბამისად ისევ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.